რას იწვევს ზედმეტი ვალდებულებების აღება საკუთარ თავზე. ასეთ ადამიანებს აქვთ ძალიან ცოტა დრო და ენერგია, რომ დრო დაუთმონ სრულიად სხვა რამეს, თუნდაც რაც აბედნიერებთ, რის იკეთებაც უყვართ, რადგან მუდმივად ტვირთად ადებთ ეს ვალდებულებები, რომლისგან თავის დაღწევაც საკმაოდ რთულია. ეს პირდაპირ კავშირშია ჩვენს ჩამრთელობასთან, ეს იწვევს უძილობას, მუდმივ შფოთვას, დაძაბულობას, რომ ყველაფერი დროულად მოასწროს, არაფერი ისე არ დარჩეს, რადგან ის არის ვალდებული და ეს ვალდებულება არ აძლევს მას გასაქანის საშუალებას. ასეთ დროს პირველ რიგში გავიწყდება საკუთარი თავი. ჯანმრთელობა, შენი ჰობი, მეგობრებთან ერთად გართობა და დროის გატარება, ყველა ის საქმე, რაც გაბედნიერებს და რასაც ადრე აკეთებდი, ასევე შენი პიროვნული ზრდა, შენი განვითარება, ხო? ყველაფერი რჩება აი ამ ვალდებულებების მიღმა. როდესაც შენი ორიენტირი მხოლოდ ეს არის, გავიწყდება შენს გარშემო მყოფი ადამიანებიც, იქნება ეს ოჯახის წევრი, მეგობარი, ნათესავი, ახლობელი, ხო? თითქოს უგულებელ ყოფილნი არიან ისინი შენი მხრიდან, რაც მიუღებელია, რადგან მათაც სჭირდებათ თავისი წილი ყურადღება. როდესაც შენ იღებ ზედმეტ ვალდებულებებს ყველაფრის მიმართ, ავტომატურად სთხოვ შენს გარშემო მყოფებსაც, რომ მოიქცნენ ასე, აიყვან ვალდებულებები, ჩაერთონ აი ამ პროცესში და თითქოს მათაც სთხოვ იმას, რაც რეალურად შენ არ მოგწონს შენს თავში. მაგრამ მარტო ხომ არ იქნები. როდესაც ამ პრინციპით ცხოვრობ, ბუნებრივია რომ თვითიდენტობა გაქვს დაკარგული, აქედან გამომდინარე მუდმივად აკრიტიკებ სხვას, მუდმივად ხარ უკმაყოფილო და პირველ რიგში უკმაყოფილო ხარ იმ ვალდებულებების მიმართ, რაც გაგისრია და შემდგომ საკუთარი თავის მიმართაც.